რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დღეები აქვს საქართველოს დღეს და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს, თუმცა თოვლი არის ყველგან გარდა თბილისის. ეს პრობლემა ჩვენ რომ მზად არა ვართ, ისევ ჩანს, რომ სტიქიიდან სტიქიამდე ვიწყებთ მოქმედებას მაშინ, როცა სტიქია უკვე მძინვარებს და უკვე პრობლემები. გაფრთხილება იყო, ცხადია. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი ჩემ ყოფილ სამინისტროს, გარემოს დაცვის სააგენტო, რომელიც სერიოზულად ავრცელებდა ინფორმაციას. მე ვიცი, რომ ისინი აგრეთვე ავტომატურ რეჟიმში აგზავნიდნენ ამ შეტყობინებებს, არა მარტო 112-ში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებდა მსგავს შეტყობინებებს. ჩვენ ისევ აღმოჩნდით არ მომზადებულები ამ სიტუაციასთან. სამწუხაროდ დღეს რასაც ვხედავთ, ეხლა კი არის მობილიზებული მაქსიმალურად მძიმე ტექნიკა, რომელიც ჭირდება ესეთ დროს გაწმენდით სამუშაოებს, მაგრამ დასაწყისში, როცა თოვლის საფარი ჯერ კიდე არ იყო ძალიან მაღალი, როცა უფრო იოლი იყო გაწმენდები, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებს შესაბამისი ტექნიკა არ აღმოაჩნდათ და რაოდენობრივად არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად ძალიან გაუჭირდათ და ამიტომ არის ბევრი სოფელი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რეალურად მოწყვეტილი სივრცეს და გარკვეული პერიოდი, გარკვეული რაოდენობა ჩვენ გვესმოდა მუდმივად, რომ გარკვეული რაოდენობა მოსახლეობის შუქის გარეშეც კი იყო დატოვებული, იმიტომ რომ შუქი არ ჰქონდათ. ამიტომ დღესაც ეს მდგომარეობა ვიცით, რომ საკმაოდ რთული ვითარება გურიაში, რთული ვითარება აჭარაში, თუმცა აჭარის ხელმძღვანელობის სასიკეთოდ მინდა ვთქვა, რომ პირველივე დღეებიდან დაიწყეს მუშაობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ გურიაში ასეთ ფაქტებს ვერ ვხედავდით ესეთ მობილიზებას, რომელიც ჭირდებოდა გურიას და ვიცოდით, რომ საფრთხე იყო. და მით უფრო რომ შტორმული შეტყობინებები იყო ძალიან სერიოზული, ანუ ამას დაემატა ჩვეულებრივი თოვლი არა, ქარბუქიც იყო ალაგ-ალაგ ბევრ ადგილებში და ამიტომ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა მოსახლეობათან შეგუებულიც არიდნენ ამას. ქალბატონ ნინო, ევაკუაციის საჭიროება როდის დგება გაწერილი წესების მიხედვით? აი ახლა რა ვითარებაც არის მაღალმთიან გურიაში, ექვემდებარება თუ არა ეს ევაკუაციის საჭიროებას? რა თქმა უნდა, ექვემდებარება. მე მახსოვს წინა პერიოდში, როცა იყო კიდე საბჭოთა კავშირის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩვენ ჩავრჩით 30 სანტიმეტრიან თოვლში, ყაზბეგში, ჩვენ გაგვიკეთეს მეორე დღეს ევაკუაცია, იქედან სტუდენტები ვიყავით დასულები და იმ წუთასვე მეორე დღესვე მოხერხდა ევაკუაცია ხალხის გამოყვანა ზონიდან, იმიტომ რომ მობილიზებული იყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ ასეთი სწრაფ ევაკუაციას მოსახლეობის. ამას ჭირდება ვერტმფრენები, ამას ჭირდება უფრო მეტი გადაადგილების საშუალება. რომელიც სახელმწიფოს არ აქვს. ვერტმფრენები მუდმივად დგება ხოლმე ეს საკითხი ყველა კრიტიკული ვითარების დროს და სტიქიის დროს. რამდენი სტიქია უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ ამის აუცილებლობაში დარწმუნდეს სახელმწიფო? ვერტმფრენები არის თუ არა ეს ნომერ პირველი პრობლემა? ასეთ ვითარებაში არის გარკვეულად, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხანძრის დროსაც ჩვენ ვერტმფრენები გვჭირდებოდა, შოვის ტრაგედიის დროს გამოსაყვანად ვერტმფრენები გვჭირდებოდა, ჩვენ ვერტმფრენები გვჭირდებოდა წყალდიდობის დროსაც გურიაში, როცა ხალხი დაგვეღუპა, თითქმის ყველგან გვჭირდება ვერტმფრენები. თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა იდგეს ერთი ვერტმფრენი. აქ მარტო ცენტრალიზებულზე არ არის, იმიტომ რომ იმასაც ჭირდება შემდეგ უზრუნველყოფა იმას რამდენიმე საათში რო ჩავა, ეს არ არის საკმარისი. ანუ ჩვენ ტექნიკა არ აგვაქვს ადგილებზე, რომელიც შეძლებს მობილიზებას ნებისმიერ სიტუაციაში ბუნებრივი კატასტროფის დროს. ჩვენ ხო გარემოს დამცველები ძალიან დიდი ხანია ვამბობთ, რომ კლიმატის ცვლილება დადგა. ვიღაცებს შეიძლება არ ჯეროდეთ, პოლიტიკოსებს მათ შორის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ესეთი ფაქტია, რომ ვიცით, რომ დგება და ძალიან მძიმე მდგომარეობა. თავისთავად შეუფასებლობა სიმძიმის, აი თქვენ რასაც ამბობთ, რომ არა მხოლოდ რამდენიმე
წლის განმავლობაში საუბრობთ ამას და არ გისმენთ შესაბამისი უწყებები, არამედ გუშინ შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ჩვეულებრივი თოვლიაო ეს, ანუ ესეთი ფრაზა მოვისმინეთ. სიტუაციის შეუფასებლობა საფუძველშივე, პრობლემის შეუფასებლობა და კრიტიკული ვითარების შეუფასებლობა არის თუ არა დაგვიანების, რეაგირების, მობილიზების გამომწვევი, არ პირიქით, ანუ შემქმნელი პრობლემის ამისთვის. იმისთვის რომ მობილიზება უფრო სწრაფად მოხდეს, უნდა არსებობდეს სისტემა. ზოგადად ჩვენ სისტემური პრობლემები გვაქვს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის სისტემური პრობლემა, რომელიც კარგად ჩანს, რომ ვინ უნდა გააკეთოს პირველი შეტყობინება, ვინ უნდა მიაწოდოს მთავრობის ხელმძღვანელებს რა უნდა გაკეთდეს. ამისთვის მომზადებული უნდა იყოს თვითონ სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლების და არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების. ანუ ყველამ უნდა იცოდეს, სად ვრეკავთ, როგორ ვრეკავთ, რომელ ინფორმაციას, ანუ სხვა შესაძლებლობები აქვს ხელმძღვანელებს, სხვა შესაძლებლობები აქვს მოსახლეობას. ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათლად ყველასთვის გასაგებად და არა ერთხელ მომზადებული. ეხლა სწორად გამიგეთ, ეს არ არის მარტივი ასეთი სისტემა. რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამას პირდება სერიოზული მუშაობა რამდენიმე წლის წინ. 2014 იყო თუ 15 წელი აღარ მახსოვს, სპეციალურად შვეიცარიელებმა დაგვიდეს სქემა როგორი უნდა ყოფილიყო სისტემის ორგანიზებისთვის, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა ბოლომდე, საერთოდ არ გაკეთდა, ანუ გაფრთხილების სისტემა არ მდგომარეობს ზარის ჩამოკრაში ან სიგნალის გაცემაში. გაფრთხილების სისტემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პირი ჩვეულებრივი მოქალაქეც არის ჩართული ამ გაფრთხილების სისტემაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ამ გაფრთხილების და რეაგირების სისტემებში უნდა იყოს ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩართული, ის რომ ასე ვთქვათ, თვითმობილიზებით წავიდნენ ეფროიდერები და ჩავიდნენ გურიაში, ეს უკვე სისტემაში მოქცეულები უნდა იყვნენ. ესეთი საზოგადოებები ჩართული უნდა იყვნენ სისტემაში. ანუ დღეს რაღაცნაირი პირიქით არის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი მაგალითად აკრიტიკებს მათ იმის ნაცვლად, რომ კოორდინირებულ მუშაობაში ჩართოს და გამოიყენოს ეს მოხალისეები, რომლებიც მზად არიან, აღჭურვილიც არიან და მზად არიან ადგილზე იყვნენ და დაეხმარონ მოქალაქეებს. ეს არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას სამწუხაროდ საქართველოს ყველას გონია, რომ სამოქალაქო სექტორს არ შეუძლია თვითმობილიზება. შეუძლია, დავიწყებ აქედან პირველ რიგში და მოხალისეები ბევრი არიან. მე პირდაპირ გეტყვით, მიწისძვრების დროს, როცა რაჭაში იყო მიწისძვრა, იქაც მოხალისეებმა იმუშავეს ძალიან კარგად. იცით გახსოვთ შოვის ტრაგედიაზეც მოხალისეები მუშაობდნენ. წყალდიდობის დროს გურიაში მოხალისეები მუშაობდნენ, ანუ ვინც რა თუმცა ხელისუფლებისთვის ეს ვერ ხდება პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ყვებიან რეალობას ადგილზე არასათანადო რეაგირების შესახებ მაგალითად და ეს ხდება ვერ პრობლემა. ნამდვილად იწყება პრობლემა, მაგრამ თან კიდე რა მინდა აუცილებლად გაუსვა ხაზი. ყველა ბუნებრივი კატასტროფის დროს და მათ შორის ტექნოგენური კატასტროფის დროს, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ტექნოგენური კატასტროფაც მოხდეს. უბრალოდ მოხალისეების რაზმების ჩართვა არის ერთ-ერთი სერიოზული მომენტი და ყველა სახელმწიფოში მზადდებიან სპეციალურად ესეთი მოხალისეები. ყველა მიცის, როგორ უნდა იმოქმედონ. ყველა მიცის, თვითნასწავლები კი არ არიან მარტო. სპეციალურად არიან მომზადებული. ეს არის ერთიანი სისტემა. კი ბატონო, ქალბატონო, სულ ბოლოს საუბრის მინდა კითხოთ, შემდგომ კიდევ რა პრობლემისთვის უნდა ვიყოთ მზად სტიქიური უბედურებიდან გამომდინარე, როცა თოვლი იწყებს დნობას, ამისთვისაც უნდა ვიყოთ თუ არა მზად და რა ნაწილში, რატომ არის საფრთხე დნობის დროს კიდევ უფრო სერიოზული. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სიტუაცია აჭარა-თრიალეთის ქედზე ზოგადად, როგორც აჭარაში, ასევე გურიაში, მცირე კავკასიონზეც და დიდ კავკასიონზეც. სერიოზული პრობლემები გვაქვს, ამიტომ ამ დნობის შედეგად შეიძლება დაიწყოს სერიოზული მეწყერები და ღვარცობები და წყალდიდობები. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ
კიდე მოხდება ტრაგედიები, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ დნობა დაიწყოს სწრაფად, ჩათვალეთ, რომ ეს გარდუვალი პროცესი იქნება, თან გურია მით უფრო მეწყერსაშიში ზონაა და ისევე როგორც ზემოაჭარა, ამიტომ უკვე უნდა დავიწყოთ მზადება, იმიტომ რომ თოვლის საფარი იმდენად დიდია სანაპირო, რომ შეუძლებელია, რომ ამას კიდე რამე არ მოყვეს ზოგადად. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ მეწყერები, ესე ვთქვათ, ვარცოფული ნაკადები და წყალდიდობები მოსალოდნელი. დიდი მადლობა.